ბაჩუ ახალაიას ბრალი დაამძიმდა. ახალი მუხლით მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამჯერად ახალაიას თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედავებიან. რა ახალი სარჩელი შევიდა პროკურატურაში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ საქმე რესტორანში მომხდარ ინციდენტს ეხება. ყოფილი მინისტრი ბაჩუ ახალაია, გენერალი გიორგი კალანდაძე და ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ შამათავა ბრალი წაყენებულია მათთვის სასამართლო ამკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს. გმირი პოლიტიკური დევნილი უკანონო პატიმარი ნაციონალების მიერ ბაჩუ ახალაიასადმი მიძღვნილ ამ ეპითეტებს დღეს კიდევ ერთი დაემატა. ნუგზარ ციკლაურმა ბაჩუ ახალაიას დღეს საზოგადო მოღვაწე უწოდა. გურამ როგოვა მოგვიყვება დღევანდელი პროცესის დეტალებს, რა მუხლი აქვს წაყენებული ყოფილ მაღალჩინოსნებს და როგორ რეაგირებს ამაზე ყოფილი ხელისუფლება გურამ. ბრალდება წაუყენეს, თუმცა საქმის დეტალებზე დაცვის მხარეს საუბარი უჭირს. მტკიცებულებების შესწავლას ადვოკატები მხოლოდ ახლა იწყებენ. მასალა უფლებადამცველებს დღეს გადაეცათ გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესა და მეოთხე ქვეითი ბრიგადის ყოფილ მეთაურს ზურაბ შამათავას უფლებამოსილების გადამეტებაში. ბაჩანა ახალაიას კი დამატებით ადამიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედავებიან. რა პერიოდს უკავშირდება უკანასკნელი ბრალდება, უცნობია. ადვოკატების თქმით, საქმე ეხება ერთ რესტორანში მომხდარ ინციდენტს, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებენ. პერიოდი არ ვიცი, მითითებული არის, რა თქმა უნდა, დეტალებს გავეცნობით და უფრო შევისწავლეთ საქმის მასალებს, მაგრამ სამსახურთან დაკავშირებული ეს არ არის, როგორც ახლა ჩვენთვის არ არის ცნობილი. ანუ არ უკავშირდება არც თავდაცვის მინისტრობის პერიოდს, არც საჯარო ცვლილებას? მეორე ბრალდება არა. არც ერთ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდს. მე როგორც ვიცი, ახლა კიდევ მეორე. დანარჩენი კომენტარები გაკეთება მას შემდეგ, რაც გავეცნობით იმ საქმეს, რაც გადმოგწეს, საკმაოდ სქელტანიანი საქმეა და უნდა გავეცნოთ ამას და შემდგომ მოგახსენებთ ყველაფერს. ჩვენებები, განცხადებები ფიზიკური პირების და ჩვენებები, ეს არის უმტკიცებულებები. დაკავებულთა ინტერესებს სასამართლოში სხვა ადვოკატებთან ერთად ქართული ოცნების წევრი დავით დეკანოიძე იცავს, თუმცა ამ ფაქტით თავად ბაჩანა ახალაია არ გაღიზიანებულა, უფრო მეტიც მან ადვოკატს უთხრა, რომ მთავარია ის პროფესიული თვალსაზრისით მიუდგეს ამ საქმიანობას. არც ჩვენ და არც ოჯახს არანაირი საწინააღმდეგო მასთან დაკავშირებით არ აგვაქვს. პირიქით შეიძლება უკეთესიც იყოს ის, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი თავის თვალით ნახავს, რაში მიუძღვის ბაჩუ ახალაიას ბრალი, რამდენად სერიოზული არის ის ბრალდება, რასაც მას გამოძიება უყენებს და მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით შეიძლება უკეთესიც კი იყოს მისი ჩართვა საქმეში. საპარლამენტო უმცირესობა და ახალაიას თანამოაზრეები დაკავებულების მიმართ მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ. საპარლამენტო უმრავლესობა კი დარწმუნებულია, რომ ბრალდებები ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ სამართლებრივ ჩარჩოებში ჯდება და პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან საერთო არაფერი აქვს. უპირველეს ყოვლისა, მე ყველაფერ ამას უკავშირებ ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ალასანიას მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. ეს არის პასუხი იმის გამო, რაც მოხდა ზუგდიდში, სადაც მათ განიცადეს ძალიან მნიშვნელოვანი მარცხი როლანდ ახალაიასთან. ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი მომჩივანი მოუგროვდა ბაჩუ ახალაიას. ეს ხალხი წლების მანძილზე სხვადასხვა ოფისებში დადიოდნენ, სხვადასხვა ადგილას ეძებდნენ სამართალს. დღეს მათ გაუჩნდათ განცდა, რომ ეს სამართალი შეუძლიათ უკვე სამართალ წარმოების სისტემაში იპოვონ და ამიტომ ბუნებრივია, რომ ეს განცხადებები და საჩივრები შედის პროკურატურაში. დღესვე ერთ-ერთი დაკავებულის გიორგი კალანდაძის ოჯახში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გიორგი კალანდაძის ისევე როგორც ახალაიასა და შამათავას სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. პროცესის პარალელურად დაკავებულთა ახლობლები სასამართლოს შენობასთან აქციას დაიწყებენ. მადლობა გურამ როგავა საუბრობდა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის წაყენებული ბრალდებების შესახებ.